საქართველოს გზები და ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები. რა ეტაპზეა მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა? რა კეთდება იმისთვის, რომ ტურისტებმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ? რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებით? რადიო ემიდის ეთერშია გადაცემა საქართველოს გზები. შესრულდა საქართველოში 15 საათი და 19 წუთი. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ უსმენთ გადაცემას საქართველოს გზები. გადაცემა ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს გადის ეთერში და გითხრობთ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს და გაცნობთ განხორციელებულ პროექტებზე. რა ეტაპზეა მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა, რა კეთდება იმისთვის, რომ ტურისტებმა სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში და მასშტაბური პროექტების განხორციელებით რა სოციალური და ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ. მოკლედ ჩვენ საუბრობთ საქართველოს გზებზე. თქვენ უსმენთ გადაცემას საქართველოს გზები რადიო იმედზე. თუ გახსოვთ გასული გადაცემა, ჩვენ სწორედ წინა ხუთშაბათს ვისაუბრეთ კახეთის რეგიონში და ქალაქ ქუთაისში მიმდინარე პროექტებზე. დღეს კი შიდა ქართლში გადავინაცვლებთ და 2020 წელს განხორციელებულ და უკვე ამ წელს მიმდინარე რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ვისაუბრებთ. შიდა ქართლში ხიდისთავი, ატენი, ბოშურისა და სახესი, კავთისხევი, გორის, კრა, ქარელი, ოსიაურის გზებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოგითხრობთ დღეს. შეგახსენებთ, რომ თუ თქვენ სწორედ ახლა გადაადგილდებით ამ ტერიტორიაზე, ყველაზე ვრცელი დაფარვის მქონე რადიო იმედის სმენა აქ შესაძლებელია ტალღებზე FM 99 და 9. შიდა ქართლის რეგიონში 2020 წელს გზების რეაბილიტაციის ფარგლებში 27,542,979 ლარის ღირებულების 7 პროექტი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტდა 15 კილომეტრიანი გზა და 4 ხიდი, მათ შორის ძამას ხეობაში ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი გვერდზინეთი ტყემლოვანის საავტომობილო გზის სწორედ 15 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ გზის მიმდებარედ ათეულობით ტურისტული ობიექტია განლაგებული. აღნიშნული გზით სარგებლობს მთის 18 სოფელი და 22 სოფელს აკავშირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებთან. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებული სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერმონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები. პროექტის ღირებულება კი 14 მილიონი ლარია. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს მოусმინოთ კომპანია NSC-ის დირექტორს გეგა ქელბაქიანს. კომპანია NSC ატენი ბოშურის მონაკვეთზე ახორციელებს 12 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს არა მარტო ასფალტ საფარის განახლებას, არამედ გზის გაფართოებას, ძალიან დიდი მოცულობის გზის დანგრევის სამუშაოები ხორციელდება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ. ამ პროექტს გამოარჩევს თავის სირთულით ის, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და შესაბამისად მუშაობა ძალიან დიდი სიფრთხილით გვიწევს. არის ატენის სიონი, ასევე არის ბიზანტიური ხანის სარწყავი არხი, რომელიც ჯერ კიდევ ბაგრატ მე-4-ის დროს მოხდა მისი რეაბილიტაცია და აქედან გამომდინარე ეს სამუშაოები შეიძლება ცოტა დროში გაწევად მიმდინარეობს, მაგრამ რა თქმა უნდა კომპანია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ აღნიშნული ობიექტებს რამე საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ტექნიკის მუშაობის შედეგად და ამას ყველაფერს ახორციელებთ, რა თქმა უნდა, ხარისხიანად და ყველა იმ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი იყოს დაცული მაქსიმალურად. დასრულებული მონაკვეთი საბოლოო ჯამში იქნება, რა თქმა უნდა, ყველა ნორმის დაცვით, ეს ეხება როგორც გზის გაბარიტს, ასევე ეხება ყველა იმ უსაფრთხოების ნორმებს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გზა იყოს უსაფრთხო, ესაა დამცავი ბარიერები, საყრდენი კედლები და ასე შემდეგ. თქვენ უსმენთ გადაცემას საქართველოს გზები რადიო იმედზე. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ გადაცემას საქართველოს გზები. მე დავით მაღლაფერიძე ვარ და შეგახსენებთ, რომ დღეს თქვენს ყურადღებას ვაჩერებთ ხიდისთავი, ატენი, ბოშურის გზაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე. შეგახსენებთ, რომ ჯამში 28
2 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის სენაკილეს-ელიზის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე იგოეთი თბილისის მონაკვეთზე მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა ავტოსატრანსპორტო უსაფრთხო და კომფორტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად პროექტის შესაბამისად უკვე აშენდა ახალი რკინაბეტონის 6-მალიანი ხიდი, მდინარე ქსანზე აშენებული ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ხელშეკრულებო ღირებულებამ საბოლოო ჯამში 4.145.905 ლარი შეადგინა. რეაბილიტაციო პროექტების გარდა ჩვენ ეთერში არაერთხელ გაშუქდა ხაშურის შემოვლითი 13 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის გახსნა, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს. ხაშურის შემოვლითმა გზამ მნიშვნელოვნად განტვირთვა ქალაქ ხაშურის აცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი სრულად ხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო დაახლოებით 40-50%-ით შემცირდება და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთში იქნება შესაძლებელი სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება კი გახლავთ 183 მილიონი ლარი. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს ამ და სხვა პროექტებზე მოусმინოთ კომპანია NS-ის დირექტორს გაქელბაქიანს და ასევე საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გიორგი წერეთელს. მიმდინარეობს 13 კილომეტრიანი მონაკვეთის ატენი-ბოშურის მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც დაგეგმილია საფარის სრულად შეცვლა, ხელოვნური ნაგებობის ხელახლა აღნიშნული მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია 2021 წლის ბოლომდე. ასევე ამ მონაკვეთის გაგრძელებაზე 2020 წლის განმავლობაში დაწყებული იყო და დასრულების ეტაპზეა უკვე ატენი-ბოშურის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც 1-2 თვის განმავლობაში დასრულებული იქნება და ჩააბარებული იქნება, ხოლო რაც შეეხება ამ მონაკვეთს, აღნიშნული მონაკვეთი უკვე დასრულებული იქნება წლის ბოლოს და ეს გზა ზოგადად ეს 22 კილომეტრიანი მონაკვეთი ხეს შეუწყობს 18 სოფლის უფრო ადვილად კავშირს ერთმანეთთან და მოსახლეობის გადაადგილებას უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე მას ჭირდებოდა მანამ სანამ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მოხდებოდა. მთლიანობაში კეთდება 22 კილომეტრი გზა, აქედან 10 კილომეტრი უკვე დასრულებულია, ხოლო 12 კილომეტრი დასრულებული იქნება 2021 წლის ბოლომდე. თბილისის სენაკილეს-ელიზეზე განხორციელდა 2021 წელს, აღნიშნული ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში, მოხდა მისი სრული დემონტაჟი და მის ადგილზე აშენდა ახალი თანამედროვე სტანდარტების ხიდი. 2021 წელს შიდა ქართლში დაგეგმილია 27 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს ასევე ცხეთა კავთისხევის მონაკვეთის რეაბილიტაციას, 5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, ასევე უფლისციხესთან მისასვლელი ხიდის ახალი ხიდის მშენებლობას და სხვა მრავალ პროექტებს, რომელიც დასრულებული იქნება ეტაპობრივად 2021 წლის ბოლომდე. 5 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება, ორი კავთისხევის მონაკვეთი, თქვი ეს და ღირებულებით დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე. აღნიშნული მონაკვეთი, როგორც იცით, 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა, ზოგადად როგორც დროის თვალსაზრისით, ისევე ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია ქვეყნისათვის და ზოგადად იმ სატრანსპორტო დერეფრისთვის, რომელიც მიმდინარეობს, ესე რომ ვთქვათ, წითელი ხიდი ბათუმის მიმართულებით. ეს როგორც შეამოკლოდ გადაადგილების დრო, ასევე ეკოლოგიურად ხაშური გახდა უფრო მეტად სუფთა, ეს სატრანსპორტო ნაკადი გადმოერთო ხაშურის შემოვლითზე და ეს აძლევს უფრო მეტ ბენეფიტს, ასე ვთქვათ, მოსახლეობას ეკოლოგიური თვალსაზრისით. ხიდისთავი ატენი-ბოშურის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საიდან შეგვიძლია ვთქვათ უკვე, რომ პირველი 10 კილომეტრი მონაკვეთი უკვე დასრულებულია, სამუშაოები თითქმის დასრულებულია და უკვე ძალიან მალე მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღება, ხოლო რაც შეეხება 12 კილომეტრიან მონაკვეთს, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, დაწყებულია ხელოვნურ ნაგებობებზე სამუშაოები და 2021 წლის ბოლოსათვის უკვე დაგეგმილია ამ სამუშაოების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება აღნიშნული მონაკვეთის. ეს მონაკვეთი ზოგადად გაივლის 18 სოფელს, აკავშირებს 18 სოფელს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და ასე რომ ვთქვათ, კომფორტული გადაადგილება იქნება. თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, რომელიც იგოეთის მონაკვეთზე
არსებული ხიდი ეს ჩაუტარდა დემონტაჟი, ვინაიდან ის ავარიულ მდგომარეობაში იყო, ჩაუტარდა დემონტაჟი და მის ადგილზე აიგო ახალი თანამედროვე სტანდარტების ხიდი, რომელიც სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტების. ეხლა მიმდინარეობს სამუშაოები მცხეთა, კავთისხევი, გორის მიმართულებაზე 5 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ხდება და აღნიშნული მონაკვეთის სამუშაოების დასრულება დაგეგმილი არის უკვე გაზაფხულის ბოლოსთვის. თქვენ უსმენთ გადაცემას საქართველოს გზები რადიო იმედზე. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, საქართველოში სრულდება 4-ის ნახევარი, თქვენ უსმენთ გადაცემას საქართველოს გზები, ყველაზე ვრცელი დაფარვის მქონე რადიოსადგურის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ამაშასე მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ის, რაზეც უკვე გესაუბრეთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ამ დროისთვის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს 9 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 27.318.222 ლარია, აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეაბილიტა დაახლოებით 27 კილომეტრის გზა და ასევე 5 ხიდი. მათ შორის აღსანიშნავია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდის თავი ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო გზა გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზის სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა. მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას, ჩატარდება ასევე მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, ასევე ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი, ასევე ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდინარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2020 წელს განხორციელდა 9 პროექტი, 9 რეაბილიტაციის პროექტი და პერიოდული შეკეთების სამუშაოები. საიდანაც მთლიანი ღირებულება, სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 27 მილიონ ლარს. ყველაზე მთავარი ალბათ რომელიც შეიძლება გამოხოთ აღნიშნულ სამუშაოებიდან, ეს არის ძამას ხეობაში ყინწვისით ყემლოვანას მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც მთლიანად ამ 15 კილომეტრიან გზა ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოხდა ხელოვნური ნაგებობების ხელახლა გაკეთება და ეს გზა ზოგადად ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას, ასევე ადგილობრივი სამონასტრო კომპლექსებისთვის არის ხელმისაწვდომი და უფრო ადვილი მისვლადი და ასევე პილიგრიმული ტურიზმისათვის ასევე იქნება ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ტურიზმიც განვითარდეს აღნიშნულ რეგიონში და აღნიშნულ ქალაქში. ზოგადად ხაშურის შემოვლითი, რომელიც 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გაიხსნა და დამთავრებულია და შევიდა ექსპლუატაციაში, აცილებს იმ ნაკადს გადართო და აცილა სატრანსპორტო ნაკადი ხაშურს და თვითონაც ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, დროის თვალსაზრისითაც ბენეფიტი მიცა ზოგადად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი საუბრობდა. მაშასე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გვირდებიან დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში. ამავე გზაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეაბილიტირდა 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, ამ მონაკვეთზე სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტის ღირებულებამ კი საბოლოო ჯამში 6.195.840 ლარი შეადგინა. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ყოველ ხუთშაბათს გაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას და გაბარებთ ერთგვარ ანგარიშს. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს ჩვენ გაწვდით ინფორმაციას ხიდისთავი ატენი-ბოშურის გზაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სარეაბილიტაციო გზა ასევე სოფელ კავთისხევის ბოლოდან დაახლოებით 2 კილომეტრში იწყება და დასავლეთის მიმართულებით სოფელ ახალქალაქისკენ მიემართება. გზის ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია განთავსებული. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.7
88,999 ლარია, სამუშაოების დასრულება კი მაისის ბოლოს იგეგმება. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. საქართველოს გზები ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს 15 საათსა და 15 წუთზე. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მშვიდობიან და იმედით სავსე მგზავრობას გისურვებ და ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის. საქართველოს გზები და ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები, რაიტაბზია მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა. რა გეცდება იმისთვის, რომ ტურისტებმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ. რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებით? რადიო იმედის ეთერშია გადაცემა საქართველოს გზები.